მოგესალმებით, მოკლე საჯარო გაშლა თქვენთვის. არაგელით უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ 2-3 კვირა. რაგელით სამსახურში. სამუშაო სივრცეში, სამუშაო სფეროში, სადაც მოღვაწეობთ. ეს საჯარო გაშლა არის მათთვის, ვინც დასაქმებულია ამ ეტაპისთვის, რომ მიიღოთ სწორი და სათანადო ინფორმაცია. ამიტომ ვაჟღერებ ამას და გავფრთხილებთ ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე, რაგელით სამსახურში უახლოეს მომავალში. მინერალები დავალაგოთ. პირველი ვარიანტი ეს არის მთისბროლი, მეორე ვარიანტი ეს არის მწვანე ავანტიურინი. კარგად დაინახეთ ორივე ვარიანტი, კარგად შეიგრძენით, მე კი ვიწყებ გაშლას თქვენთვის. პირველი ვარიანტი მთისბროლი, რაგელით სამსახურში უახლოესი 2 კვირის მანძილზე, არკანი იეროფანტი. არკანი იეროფანტი ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ იქ, სადაც თქვენ მოღვაწეობთ. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, თქვენ ხართ ის ერთ-ერთი ან შესაძლოა მთავარი წამყვანი ძალა იმ სფეროში, რომელშიც თქვენ საქმიანობთ და შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის აღიარება, ეს არის პროფესიონალიზმი, ეს არის მომენტი, როდესაც სხვა ადამიანებს ასწავლით, სხვა ადამიანებს უზიარებთ, ეს არის ძალიან ესეთი მაღალი სულიერი ფასეულობები, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ესეთი მორალი, სინდისი, ნამუსი, ღირსება ყველაფერი ადგილზე, ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანები მოგისმენენ, ადამიანები გაგიგებენ, ადამიანები დაგიჯერებენ და თქვენ ნამდვილად იქნებით თქვენი მოწოდების სიმაღლეზე. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, ვინც აერჩია მწვანე ავანტიურინი, თქვენ რა გელით? ხო, აქ ამ შემთხვევაში გელით სირთულეები მეორე ვარიანტი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს უფრო მეტად მენტალურ გალიას გავს, რაც ნიშნავს იმას, რომ შიშები იმაზე უფრო მეტად გაბუქებული შესაძლებელი იყოს, ვიდრე რეალურად ეს რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს, ხომ? თუმცა შესაძლებელია იყოს, რა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეები სამუშაო სფეროში, მაგრამ ეს არ არის რაღაც გადაუჭრელი, ეს არ არის რაღაც მუდმივი, მოდი ასე ვთქვათ, ეს არის აბსოლუტურად გადალახვადი პროცესი, რომელსაც თქვენ აუცილებლად გადალახავთ. უბრალოდ მოგიწევთ გარკვეული არასასიამოვნო ვითარებების, ასე ვთქვათ, გავლა, რაც ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო, მაგრამ ეცადეთ, რომ შიშს არ აყვეთ, იმიტომ რომ ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაგაზიანოთ და